შავი ჯარისკაცის ჭუპრების ნაწილი უკვე იმაგო და გარდაიქმნა. აი ეგერ ხედავთ როგორ ფრენენ კიდეც. ზოგი კედლებზეა, მაგრამ დიდად მაინც ფრენა არ უყვართ. ისინი უფრო ზიან და გარდა ამისა ხდება ამ დროს მათ მიერ ჯერ სქესობრივი კავშირის დამყარება ერთმანეთში და შემდეგ კვერცხების დება. კვერცხების დებისათვის მათ აქვთ კარტონის ქაღალდები, აგრეხილი გოფრე. აი, ეხლა აი აქ თქვენ ხედავთ პორნოგრაფიას შავი ჯარისკაცების შესრულებით. აი კუდზე რომ აქვთ მიდებული ეს შეყვარებული წყვილი. აი, ხედავთ, გაფრინდენ კიდეც ეთყობა ჩვენ ხელი შეუშალეთ. ან შეიძლება სულაც დაამთავრეს სქესობრივი კავშირი და აქედან დედრი მერე ცოტა ხანში დადებს კვერცხებს. ჭუპრების ნაწილი ჯერ კიდევ გამოუჩეკავია, ყველა ერთდროულად არ იჩეკება და ყველა ბუზი ერთდროულად არ გამოდის. ნაწილი ჯერ კიდევ უნდა გამოვიდეს. ეხლა მათთვის არის იდეალური ტემპერატურა მზეზე. ეხლა ჰაერის ტემპერატურა არის 25 გრადუსი. ეს ამათთვის უკვე მათი საჭიროება სათბურისა და ოთახის მათთვის აღარ არსებობს და დღეს მთელი დღე მზეზე ბრძანდებოდნენ. ნახოთ როგორ იყოჩაღებენ და კვერცხებს როგორ დადებენ. შემდეგ იმ კვერცხებსაც და მათგან გამოჩეკილ ლარვებსაც გაჩვენებთ. ასე რომ შავი ჯარისკაცის გამრავლების ციკლი პრაქტიკულად აწყობილი მაქვს. დიდი ნაწილი ლარვებისა, რა თქმა უნდა, ფრინველებს მივართ ვისაკვებად და მცირე რაოდენობა შედარებით კარგი ლარვების ვაქციე ჯერ ჭუპრებად და შემდეგ აი მივიყვანე იმაგოს ფაზამდე. მართალი ამინდები ხელს არ მიწყობდა, მაგრამ თერმოსტატი რისთვის არსებობს. თერმოსტატში იყვნენ თავიანთვის იდეალურ ტემპერატურაზე. აი აქვევით შეხედეთ, ჭუპრები ჯერ კიდევ ბევრია და ესენი სულ ყველა გამოსასვლელია და გამოსაჩეკი. მათი ნაწილი რა თქმა უნდა არ გამოიჩეკება, ჯერ ძალიან მცირე ნაწილია გამოსული ლარვის მდგომარეობიდან ჭუპრის უფროსწორად და ხოლო მცირე ნაწილი იქცა იმაგოდ. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.